სიყვარულით სამუდამო თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა Гоп-стоп, мы подошли из-за угла. Гоп-стоп, ты много на себя взяла. Викуш, წყალი გააძრე, რა ზურა. ახლავეში პუტიჩი. ახლავეში გაცვალე. აუ და ყავასაც თუ გააკეთე, ვაფშე ძმა იქნება. ხო, ვიფიქრე, ზუსტად ეხლა ვიფიქრე, ყავას ხო არ დალევს მეთქი, რა თქმა უნდა კაცო. აბა რა. სიგარეტი მომაწევინე რა ნიკუშ. იცი რა, აი ეს წყალი გამომართვი. ხო და ეს კონტრაქტი. რა კონტრაქტი, ბიჭო, შენ გიჟი ხო არა? არა, ბიჭო, ეხლა უფასოდ და უხელფასოდ მოგემსახურები, რა. გადაავლე თვალი, მე მგონი მოგეწონება პირობები და მოაწერე ხელი. აქეთ შენ აქეთ. всё. შენ ვისთანაც მოაწერე, ხელი იმასთან არ უნდა მოგეწერა. რა გოგო გაგატანე, ბიჭო, ეს რა იაღლიში მომივიდა, თო. რა არის ეს დათუნა, რას უსმენ? შუპუტინსკს უსმენს. აიმე, კარგი რა დათუნა, რაღა დროს ეგ არის, ვიღა უსმენს ამ შუპუტინსკს და ბლატნოებს ერთი რა. კარგია, რომ იქ შენ მითხარი და არა შენ მაქმარმა, თორე დღესვე შემაბრუნებენ უკან რა. ნახე რა მაგარი როჟაა, გოგო, მთელი სროკი ამას უსმენდი, თო. მაგიტო დაგიმატეს ბოლოს როდი? შენი ნაცვლი არ იყო, შენ რას გიზავდი? არა, რას უზავდი? არაფერს, მაო, არაფერს. ხო და ეგრე. აბა დათუნა, როგორია სვაბოდა მოგწონს? მაგარი. просто აი ყველაფერი გაძვირდა რა შაქარი რო 15 ლარი ეღირება რა ამბავია თო რა 15 ლარი? უფრო იაფია? ხო, რა თქმა უნდა. 15 ლარი ძალიან ბევრია. მე 1-2 ლოშკა ჩამიყარე, სიმონ თქმილი მევასება, არის ისი შენ სიმონ, ჩემიყარე. ლობი. ლიკო დღეს ხალხი მყავს ანახავი რა რაღაც ალაპარაკო მაგ და აქ რო ამოვიყვანო რაზე უნდა ილაპარაკოთ? ლარის კურსის ცვლილებაზე ლიკო რა სხვა რაზე უნდა ილაპარაკოს შუპუტიჩო რამდენი არიან? 100,000 სელჩუკი რა ვაჭამოთ და რა დავახვედროთ კაცს რამდენ ხალხს? არაფერი არ არის საჭირო ბიჭო სახე დაახვედრე ნორმალური ხელში ნუ ჩამაკვდები ძალიან გთხოვ რა და იმ ლობიოზე და თევზე ნუ მარბენინებ. აუ თუ გიყვარდე მითხარი რა ხდება, რაზე უნდა ილაპარაკოთ, ლიკო, გულახდილად მითხარი რა გეხვეწები, ამას მართლა შენი ნებით გაყევი ცოლად? აუ რა რამდენჯერ უნდა გითხრა, ჩემი ნებით გავყევი, რა ვიცოდი ხა შენ მომისმინე, მიდი ხა წყალი დამალევინე. ადექი და დალია. მე ვერავდგები. რატო? მიკანკალებს მუხლები და იმით. აი დაწყნარდი ბიჭო, კი არ ვჩხუბობ, რა გჭირს სალაპარაკო მაქვს მეთქი. ლიკო რო ამოვლენ გეხვეწები შენ საძინებელში შედი, აი? საძინებელში რა უნდათ ჩემთან? შენთან რა უნდა უნდოდეთ, კაცო, უბრალოდ როგორც ხვდები, ქალი რო არ დაესწროს, ხო ლაპარაკს, მაგიტომ. მიხვდი ხო? კი. და რამდენი ხანი დარჩებიან? რა კითხვებსო, ლიკო, მე რა ვიცი, სეკუნდანტი კი არა ვარ. უბრალოდ გვაინტერესებს, რამდენი ხნის საჭმელ-სასმელი გავატანოთ საძინებელში. აი მე არსად არ წავალ მე რა, რას გიშლით ვერ გავიგე. ძალიან კარგად წახვალ. აი მე შენ წადი თუ გინდა. დავა. დაჯექი, ბიჭო, სად მიდიხარ? ადამიანმა თქვა მე ვიქნები აქო და ერთი ოჯახიდან ორი კაცი რო დარჩეს, რაღაცა უხერხულია და სხვა თუ არაფერი ძვირფას ნივთებს მაინც ავკრებ, კაცო არაფერი გატყდეს რა. რაზე ფიქრობ? ჩაუფიქრდი რა. რა უნდა უთხრა იმ ტიპებს, ხო? არა. მართლა ლიკა ხო არ დავტოვო ბაზარზე და შენ ხო არ გაგიშვა საძინებელში. შენედა. არ არის ცუდიას, ბიჭო. დაჯექი, ბიჭო, დაეტია.
ჩემო? დღესაც დავაგვიანე რა. მომკლავს შოთა. შოთიკო. შოთიკო, ხო, მომკლავს დამენც რა. რამდენი ხანი დააგვიანე? 10 წუთი. ო, კაი რა ნელიკო რა. საათნახევრიანი დაგვიანების შემდეგ 10 წუთით რო აგვიანებ, JF-ისგან მადლობის სიგელი გეკუთვნის. არა, მართლა ის სავსე იყო მარშრუტკები. ადგილი არ იყო, ვერ გავაჩერე და ბოლოს ისე მოვედი, ძღოლს ვუჯექი კალთაში. მაშინ გზის ფულს არ გადაგახტევინებდა. არა, გოგო, ცოლიანი აღმოჩნდა და გადამახტევინა იმ დამპალმა. აუ, არა და დილიდან ისე მქონდა ნერვები მოშლილი, ისე მქონდა, რომ ვერ წარმოგიდგენია. რატო არ მეკითხები, რატო მქონდა ნერვები მოშლილი? იმ ბიჭმა ნერვები მოგიშალა და შენ კიდე სამაგიერო გადაუხადო. საიდან იცი? ვაიმე ნელიკო, ყოველ დღე ერთ და იგივე ტექსტით ხარ და ეხა დღეს განსხვავებული იქნებოდა რამე? აი და მოდი მომიხმარე, რაღაც ვერ გავიგე აქ. ჩემო? აი, ხო, ყავას დამალევ. მოდი. ოიდი. რაღაც მინდა გკითხო და სულ ვერ იდება. ეხა არ მითხრა მიყვარხარო, თორე გაგხსნის შუაზე. კაცო რა მიყვარხარ, ასე ლაპარაკობ. უბრალოდ მაინტერესებდა მაგათი იარაღი ექნება თან. ბიჭო, არა, იარაღს ვერ იტანენ. ხმლებით იქნებიან ცხენებზე. რასაკეთებ, ბიჭო? ხატას ვალაგიბრად, ხავს ვერ გავიგე. აუ დადე, ცოცხი, თორე მოგაჭრი თავს, ბიჭო, გააღე კარები. გავახებ კარებს. მე თუ რა გავაკეთო? მობძანდით. ხენსო. შლანგი. წალი. აგერ შლანგი რო გეუბნებოდი რა. ამის 20,000 ლარი შარშან წაიღო და იმის მერე არ ჩანს. თუ გვაღებიებ მაგ ფულს 20% შენი იყოს რა. აი რა ბუღალტერი ხო არ გონივარ და. არა ზბა. ამბას ადვითვალო ეხა მაგის 20% რამდენი იქნება? 4,000 ლარი. ხო, ბიჭო, არა, მამეთ ფულზე ბაზარი არ არის. თავარია ვიპოვოთ ეგ ტიპი რა. ისა. პატრონში რო დავრეკოთ რა, ვერ იპოვიან. ბიჭო, ნიკუშ. ხო. შენ რაღაცა მთელი დღეა ვერ ხარ დღეს ხოძე და ხო არ წავოპლასკარტებდი, ხო, ვერ ვარ, ხო. ხო, მიდი რა. ხო. რა უბნელია ვაფშე საცხოვრობს? ის კი ცხოვრობს სადღაც მე დავრჩი გარეთ მაგის ვალების გადამკიდე. მოგლეთ ვერაფერი ვერ გავარკვიეთ რა და რაფიკა მითხრა შუპუტით შემოიღებს მაგ ფულს. აი, მოვიღებ რა სტომატოლოგი ხო არ გონია. ჯარა ხო უნდა მოვიფიქროთ რამე რა. ვინმე მაგის ახლობას არ იცნობ? არა, არ ვიცნობ. არც ოჯახის წევრს? არა დო. ბიჭო, რავი, მაშინ ტანსაცმელი მომიტანეთ, თო და დავყნოსავ და სუნით მივაგნებ. თუ რა გავაკეთო, ვერ გავაკეთე. გამოვიდე! გამოდი, შეგაჭირვებულო შენ. აი, მოიცა დაურეკავ ერთი ჩემ ბრას.
ალო. წრიპინ რა ვახარ შემოძმაო. ავი ნიჩიო რა. გამოვედი ხო? ბიჭო, აი ნიკუშაც გამოვიდა რა. არიცნობ შენ ერთი ჩვენი ზონის ბრატია. კაროჩე, ერთი ტიპი მყავს რა. სანახავი ლაშა ჯალაღონია, უნდა მაპოვნინო რა. ბიჭო, რაღაც ფული წაიღო და მოსატანი აქვს რა, უნდა ვნახო. კაროჩე, შენი იმედი მაქვს რა. კაი, დავაი შემოძმო, დავაი. ეგ რომელი წრიპინა, ბრესტუნეგერო, ა? ბიჭო, არა, ჩემი კლასელი ერთ საინფორმაციოში მუშაობს რა. ჩემ გარდა კიდე იცი რამდენი ყავს გადაგდებულიტო. ყველა მაგას ეძებს. შვილი ყავს? ერთი გოგო ყავს გასათხოვარი. ბიჭო, ხეცო. ეგ გოგო რომ მოვიყვანო წოლა და ნელ-ნელა რომ ამოვიღოთ ეგ ფული არა? ეგრე არ ივარგებს რა. მე შენ სიმობს ხوار გამოვარტებ თო ფულს. ჯო რატომ ამენ ერთი თვე რა? მე გავშორდები და მიდი შენც რა. ჩათვალე რომ კაროჩ ქორწილში გვაჩუქე ეგ ფული რა ბრატ. აი, მისამართს რო გავიგებთ, უნდა გამოიყვანოს. მე ვიცი მის და გვეხმარება. მანუკი ჩაუგდოთ. მანუკი რა? რა? მანუკი, აი ქალის ხმა ჩავწეროთ მაგალითად გამოდი რა საყარელო, გამოდი და გამოვა დედასპიცა. შეხო არ გეძინება ბიჭო. ცოტა ხან ვიქნები რა. ვიყო. ალო. მოწრიპი. ჩაიწერ ერთი რა. რაო, მითხარი? მის აქციელის 157. კაი ბრატ, კაი, მადლობა. დავაი. დავაი ბრატ, მადლობა. საჰო ჟურნალისტები რას მუშაობენ თო? რა? და ვინ მიუგზავნთ რომ გარეთ გამოვიდეს, ა? ხო, მე ვიცი ვინს გააღებინებს კარს რა. და ვინ? აი ნიკუშა დაგვეხმარება რა. ძილი მომერია. მერე გამოიძინებ, მერე. წასასვლელი ვარ. შენ წასასვლელი ხარ თუ გეძინება, ჩამოყალიბდი რა ბოლო-ბოლო, თო. შეყარებული უნდა ვნახო. კი რა და დედა ჩემი რო არის საბერძნეთში. ჩამოვა, ხო ეგ? მოდი ლიკას ვკითხავ რა. ლიკა! აი. აბა სად არის და? ფაჯერდა ხო არ გადახტა. არ ამგონია, იცი შეეგოა რა როჟაც ხარ რა. რამეს ხო არ მაიმუნო ბიჭო. კაცობას ფიცა ვარ არ არის. ვა! Здорово, сестра. ბარო ლიკუ, ბარო. სად იყავ შენ? სამსახურში. ისევ ნაზღაიძეების აიმიდან გადახვედი, ხო? ხემი მაგვიანდებოდა და. საერთოდ არ აშინია სიმაღლის. მალე წავალთ აქედან. გეჩქარება სადმე? ხო, მეჩქარება ნერვიულობს ლიკუნა. აი დამშვიდი ხო იცის რომ ჩემთან ერთად. უი, შენთან ერთად რო არ მაგიტო უფრო ნერვიულობს. გეხვეწები რა. გეხვეწები ზუსტად მითხარი რა უნდა გავაკეთო მე. მოვლენ ბიჭები და გეტყვი. რას ამოხმებში თუ არ გამიშალეთ, ისე ვერ გავიგე. და მე რო გითხრამ რა მოხდება? უფრო მალე გამისკდება გული. თავი დახარე ბიჭო, არ დავიწვათ. რაიც იქნება ბოლოჯერ უყურებ ამცას მაცალე რა. თავი დახარე თქო, თორე მართლა ბოლოჯერ დაინახავ. კაი ხო. ბიჭო. ეს მანქანა რატო გაჩერდა აქ? ბიჭო, მე მგონი დავიწვით, გაიქეცი. ვაი მე. ხარ, საათ გეღადავები ჩვენი ბიჭები არიან.
ეშენ შუბუტიჩი. საათივითაა წყობილი ძმა. აცილება რომ მოგინდეს მაინც ვერ აცილებ. ბიჭო, უნდა მოკლათ. არა, უნდა მოკლათო. აბა უნდა დაჭრათ არა? უნდა დავჭრა, დავაკუცმაცო და მერე დავაკონსერვო. შუბუტიჩი არ გამოჩენილა ეს? ბიჭო, არა და მე მგონი ერთის რო კიდე ამის ლოდინში მომიწევს რა, ბლად. გამოვა, აბა საწავა. შუბუტიჩი, იქნებ დავინდოთ, ჰა? და შენა და ნიკა მზად ყავს? მე არა ვარ მზად. კაცო მზად არის მზად. ბიჭო, პამპერსი არ წამოიღე? რა პამპერსი დო? ნიკაზომა პამპერსი რო დაგაბარი არ წამოიღე? გასდაგობარი ყველაფერი წამოვიღე. კაი ბიჭო, აი შენ ჩემგან საჩუქარის, როგზე რო ვიყავი ვერ გაჩუქე ვერაფერი. რა საჩუქარი ბიჭო? ჩაიცვი, მიდი. ჩავიცვა? დროზე, რა საქმეს მივხედოთ. აუცილებელია ხა ეს მეცვა. ხო, აუცილებელია და კარგად თუ გააკეთებ საქმეს, მე მეხინკლეთას დაგაწყებინებ მუშაობას. არ ვიცი მე ხინკლის კეთება. ჭამა ხო იცი? ჭამაკი. გააკეთე ეს საქმე და ეს ხინკალი შენი აქვს. რა საქმე უნდა გავაკეთო, ის მაინც მითხარით. ტექსტი მანქანაში რაც გავიარეთ, ხო გახსოვს? რა მახსოვს ბიჭო, მაგ ხელა ტექსტ სკოლაში ვერ ვიმახსოვრე. ხო და გაიხსენე, სანამ სიგარეტს მოწევ, გაიხსენე. მოიცა რა. და ვითომ საშემოდგომო გამოყვა რა სკოლაში. აროჩე, მაგ ტექსტს ეთქვი, გაიხსენე. და გარეთ უნდა გამოიყვანო რა. გადამრევთ მე თქვენ, ბიჭო, კაც ხინკალები უტანოსახი, გარეთ გამოვა. გამოვა. მომისმინე. ხინკალი მიეცი უთხარი ცხელია, ვერ მიჭირავს თქო, გამომართვით ხო. როგორც კი გამოგართმევს, ეგრევე გარეთ გამოვაგდე, გესმის? ხელები დაკავებული ექნება და მოვიტაცებთ რა. უთხარი რა. 21 საუკუნეში რა დროს მოტაცება, მიდით დაელაპარაკეთ, კაცო, იქნება თვითონ გამოდის რა. მიდი, ტექსტი გავიაროთ. კარგი. გამარჯობათ. რა გნება? მე საშიმინა წასვლა რა. ასახში გინდა წასვლა, შენ ბიჭო ხო არ უპერავ, წავ. არა, რა გწვავ, კაცო. რა ვქნა მოგდეთ. წავიდე? წადი, მიდი, წადი. შიო წავიდე. სად მიდი? სად მივდი? იქ უნდა წავიდე. იქ უნდა წავიდე. ხო, იქ უნდა წავიდე. აუ შენ კიდე დარეკე დროზე ზარი რა სიხსენე ბიჭო ამდენს მართლა ორიანს ხო არ დაგიწერს არ მინდა რომ ჩავიჭრა ჩაჭრა არ ვიცი მაგრამ ჩემგან რო დაჭრა გარანტირებული გაქვს ზუსტად ვიცი დარეკე თქო ზარი დროზე ხელში ხინკალი მეჭიროს და ესეთ ხასიათზე ვიყო პირველად ვარ ჩემ ცხოვრებაში რა აი მე დარეკე ზარი თორე გაცივდე ხინკალი შეგამაგდი ხა პატარა მაცალე ღმერთო ეხლა გადამარჩინე და საერთოდ აღარ გამოვალ სახლიდან არა ნუ 100 მეტრი ეზოში შეიძლება და კიდე მარკეტში. მერტო შენ გიშველე. მერტო გიშველე. მერტო. გამარჯობათ. გამარჯობა. მიცანით? ვერ გიცანი. გამოიძახე ხინკალი მოგიტანთ მემტანი. ბატონო. არ გამოსვლა გარეთ. მითხარი რავე? არა, იცით, ვერ გამოიყურებით თქო კარგად და ჯანმრთელობა გისურვეთ. ეგონით ყველა მოხვედი. მე ხინკალი არ შემოგვეცა. ვიცი, მაგრამ იმათ რა უთხრა? ვის იმათ? ჩემ შეფებს. შევალ სახში და ვიკითხავ ვინმე მხარ შეუკვეთა ხინკალი. ერთი წუთით რა. იქნებ კარი დატოო დღია. რატო? კლაუსტროფობია მაქვს. აქ? ხო, რა ვიცი, დახურული სივრცის მეშინია. რა კანტუზიანივით ვქიცინებდი ბიჭო თავს. დაიხი უკან. ნერვულობაზე ვიცი მე, კაცუნი. ხო არ ანიშნებდი, არ გამოხვიდეო, ჰა? რას ვანიშნებდი? ამ ხელა ფული რო წაიღო და არ დაუბრუნებია უკან, დრაგონია მაგას ჩალით არის დახურული ქვეყანა. უმა, ბიჭო. ვიკითხე და ხინკალი არავის არ შეუკვეთავს და როგორ მოვიქცეთ? როგორ მოვიქცეთ? შენ ტუალეტში ხوار გინდა, ჰა?
როგორ მიხვდით რომ მიჭირს? მერე გეთქვა რადგინო დამდენი ხინკალი ისე შეგიშვებდი ტუალეტში. ოდი, როგორ გეტყობათ რომ თქვენც გიჭირთ? შენ რა იცი ვერა ვიჭირს. ვაი, თქვენ რო გიჭირთ ეხლა ისე ვის უჭირს? ეს რა ქნა, არ ვიცი, დავბრიდავ, რო გამოვა ამის. ბიჭო, ხინკალი მაინც დაეტოვებია მოკლებში. ხინკალი კი არა, ეს ბიჭო აღარც იმის გამომყვანია და აღარც ხინკლის გამომტანია, ბლად. დაგწვი, ჰა? მოიცა კაცო, რა დაგწვი? მოეწონა ხინკალი, გასინჯა და ფულიც გადამიხადა. რა ქნა? ხო, 50 ლარი გადამიხადა. საერთოდ კარგი იდეა გამიშთა. ასე მოვდავთ ხოლმე ხინკალი და ნელ-ნელა ამოვიღებთ ამ ფულს. ეს დებილია, ბიჭო, ხინკალი მიყიდე და გაუშვი? ვერ გავიგე, აბა რა გამეკეთებინა. ეს გამომართვი? კიდე ტექსტი უნდა დავიმახსოვრო, კაცო. არა, ამ დერძი დაწერე, შენ დეგენერატო, შენ რაც გაგაჩნია, მან დაეტევა. მე, ნიკოლოზ. არა წესიერა თქვენ. აზი არა.